ძალიან დავაფასე ის რომ რასაც აკეთებენ ქართველი ჟურნალისტები. ჟურნალისტები ტყუილა არ ირჩევენ ამ პროფესიას. სინდისის პატიმარი ყავს ჟურნალისტურ თემში. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საქართველოში დაბადებული ინიციატივა არის. დიდი მადლობა ჯუზეპე ვასკეს და მაია ჩიტაიას ამისთვის. 13 წლის წინ აზრი ჩვენი, ასე ვთქვათ, იყო რომ გაჩენილიყო ასეთი პრიზი, რომელიც ხელშეუწყობდა ეთიკური პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარებას. სწორედ მაშინ შეიქმნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სწორედ მის პრინციპებზე დავაფუძნეთ ეს პრიზი და ძალიან ვამაყობდით ამით. მაგრამ რა არის ეს ჟურნალისტური ეთიკა? ჟურნალისტმა არ უნდა იცრუოს და ჟურნალისტმა არ უნდა ავნოს. აუდიტორიასაც სჭირდებოდა გაძლიერებისთვის სწორედ ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ძლიერი ჟურნალისტიკა. ამიტომაც ევროკავშირმა მაშინ დასაწყისში ამ პრიზის დაფუძნებისას თქვა, რომ კარგი იქნება თუ შევქმნით პრიზს, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის ჟურნალისტიკას წაახალისებს საქართველოში. ვცდილობდით, რომ დავხმარებოდით თვითონ პრიზის განვითარებას. დაემატა სხვადასხვა ნომინაციები, ადრე იყო თქვათ რადიო, მაგრამ ეხლა რომ მოიტანა, რომ თქვათ დაემატა ნომინაცია, რომელიც ციფრულ მედიას ეხება, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის სტუდენტური ნამუშევრის ნომინაცია. The winner is იცვლება თემატიკა იმის მიხედვით, თუ რა არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ქვეყანაში, მაგრამ ძალიან კარგია, რომ აი ამ იმის მიღმა, რაცაც ჩვენ ხანდახან ვთვლით, რომ ეს არის აქტუალური. ჟურნალისტები, რომლებიც წარადგენენ თავეთ ნამუშევრებს, პოულობენ სხვადასხვა თემებს, რომელიც თქვათ ხანდახან რჩება ხოლმე, თქვათ მეინსტრიმ მედიის ყურადღების მიღმა. ჟურნალისტი დავით საგარევს ხედავთ რადიო თავისუფლებიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ხშირად მედიაზე საუბრისას ვლაპარაკობთ ჟურნალისტების ფიზიკურ დახმარებაზე, სამართლებრივ დახმარებაზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე. არაფრით გვეგონა, რომ ეს თემები უფრო ხშირად უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა. ჟურნალისტებს თავს ესხმიან, ცემენ, დევნიან, ახლა უკვე აპატიმრებენ კიდეც. სრულიად აბსურდული ბრალდებებით. უკვე სინდისის პატიმარი ყავს ჟურნალისტურ თემშიც. Investigative journalist Mzia Amaglobeli today starts her 14th day of a hunger strike from jail. She said, "Because I cannot stand by in silence." ეს არის მაგალითად გარემო შექმნილი გარდა იმ შეუწყნარებლობისა, რაც დღევანდელმა მმართველობამ შექმნა მედიის მიმართ. მან კიდე საკანონმდებლო ბაზაც შექმნა. ასეთ დროს შექმნილი ჟურნალისტიკა, ეს არის აქტივისტების ჟურნალისტიკა. აი ამ პირობებში დადო ესეთი პროდუქტი, როგორცაც დებენ, ეს არის ძალიან დასაფასებელი. პროფესიული კონკურსები ძალიან უწყობს ხელს პროფესიის განვითარებას, ეთიკური სტანდარტების დანერგვას. Every year for this prize, we see that there are many stories submitted on very important topics, but also very uncomfortable and critical topics in Georgian society. So it is our pleasure that with this prize, we can recognize these brave journalists. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს, რომ აი ამ იმედს, რომელიც შეიძლება ვიფიქროთ ერთ დღეს, რომ გადაწურულია, როგორღაც ყოველთვის ცდილობს და უკან გვიბრუნებს. ფაქტია, რომ ასეთი ინსტიტუტების დახმარების გარეშე დღეს ქართული მედია ვერ გადარჩება. Lies are cheap, the truth is expensive. ფიქრობთ, რომ მაინც ჟურნალისტურ კორპუსს რაღაცნაირი ნდობა აქვს ევროკავშირის პრიზის და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რაღაცა წვლილი ჟურნალისტური ხარისხის გაუმჯობესებაში, ამ პროფესიის დაფასებაში რაღაცნაირად პირდაპირ თუ ირიბად შევძელით, რომ შეგვეტანა. Your works inspire us to continue. You help us fight the battle of narratives, and we will prevail and move forward together.